No, it's not off the table. I think what the president said. ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა მაგიდიდან არავის აუღია, მაგრამ პრეზიდენტი თვლის, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის დასასრულებლად სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმებაა. ამას გზა ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება? ჩვენ ამას ადვოკატირება უკვე გავუწიეთ. სამწუხაროდ რუსები ამჟამად ამ პირობას არ თანხმდებიან, მაგრამ იდეა რისკენაც ვისწრაფვით არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ომის დასრულებაა. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი მიზანია რუსეთი დავითანხმოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე, როგორც კი მას დავუწესებთ სანქციებს. ჩვენ ამის შესაძლებლობას დავკარგავთ. ეს ომი მხოლოდ უარესდება და ის უნდა შეჩერდეს. ესაა პრიორიტეტი. უკრაინისთვის უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა. თუ ეს ომი დასრულდება, უნდა დავწმუნდეთ, რომ აღარასოდეს განმეორდება. უკრაინას არ სურს 3-4 წლის შემდეგ ისევ იომოს, თუ როგორი სტრუქტურა ექნება ამ უსაფრთხოების გარანტიებს. რა როლი გვექნება მასში, ჩვენ ამაზე მუშაობა გრძელდება. ეს იქნება სწორედ გარიგების საკვანძო ელემენტი. იმისათვის, რომ სამომავლოდ მშვიდობამ დაისადგუროს რუსულმა მხარემ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება დაიცვას თავი და შევიდეს ალიანსებში სხვა ქვეყნებთან. რა კონსტრუქცია ექნება ამას, როგორ აშენდება და რას დაუძახებთ ამ გარანტიებს, ამაზე მსჯელობა გაგრძელდება მომდევნო დღეებში, მათ შორის ევროპელ ლიდერებთან. ნაწილთან სატელეფონო საუბრები უკვე გქონდა. From overseas tomorrow for a series of meetings and in the days to come. We had a long phone call about this yesterday.